Patrol members be advised. A street racer has just been reported eastbound past Diamond Park. Requesting you to head up. This guy's not slowing down. Yeah, that's confirmed. He's not stopping conquering. Come on, no change. There he is, I see him. Got him covered. Code 3. 122. Please allocate situation. Listening now. Stand by. Send me out some backup. I want to bring this guy down before he hurts somebody. Officers on the pursuit call. Suspect vehicle was last seen heading north near the power station. Your vehicle will be set up ahead of his last known direction of travel. This call is still code 6 and on TAC 3. Yeah, units to go mobile. Cancel quadrant. Going in for the pit. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. სამწუხაროდ, ბევრი დღეების და კვირების თენება და ღამეების გატარება მოგვიწევს აქ, იმიტომ რომ 6 აპრილს სულ რაღაც ორ კვირაში გვაქვს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი. როგორც იცით, ყველამ წავდგებით წელს აი ამ ავტომობილით, ლამაზით, რომელზეც ძალიან დიდ ენერგიას, ძალისხმევას ხარჯავთ, რომ ისეთი იდეალური იყოს, როგორც ჩვენი ძმის ნოდოს პირველი სერია არის. დღეს მინდა რომ მაქსიმალურად ღრმად მოგიყვეთ პირველი სერიის ისტორია, ესე ვთქვათ, რომელცა მე ვასპარეზობდი იმ მონაკვეთებიდან, თორე ამ მანქანას 4-5 წლიანი ისტორია აქვს და იქ რო წავიდეთ ძალიან შორს წავალთ. მოკლედ გადავინაცვლოთ ახლა პირველი სერიის მხარეს და განახებთ. ეს გზად ყველას გეცნობათ, ალბათ ჩემი კომპაქტი არის, რომელიც ზუკას ვათხოვე და წელს ჩვენი მეგობარი ზუკიტო იასპარეზებს რამოდენიმე შეჯიბრზე, რამოდენიმე რაუნდზე ამ მანქანით, სავარაუდო საქართველოს ჩემპიონატის პირველ რაუნდზე, King of Drift-ზეც და მერე შევხედოთ მოვლენები როგორ განვითარდება იქით. ამას კი რაც შეეხება ლეგენდარული პირველი სერია M1, როგორც უწოდებს მას თავის პატრონი. მოკლედ, მეგობრებო, შიგნით არის მოთავსებული ყველაზე მნიშვნელოვანი 2 JZ-ი, რომელიც გამოიმუშავებს 1000 ცხენის ძალას. 1000 ცხენის ძალას, კი, რომელსაც აქვს უამრავი რესურსი და უამრავი შრომა, დრო, ფინანსები და თითქმის აქ მხოლოდ ბლოკი, გალოკა და კალინვალი არის დარჩენილი სტოკი. დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი და ხო, ვანუსიც სტოკი არის. დანარჩენი ყველაფერი შეცვლილია, ესე ვთქვათ, შიგნეულობაც და დანარჩენი დეტალებიც გადაკეთებულია მაქსიმალურად, როგორც ხედავთ, შკივებიც, ყველაფერი დამჭიმიც, ყველაფერი გადაკეთებულია. აყენია ავტომობილზე ეს ეგრეთ წოდებული upgrade tuning-ოვი რულოვი rulis, okay, насоси, რულოვი насоси, ესე ვთქვათ. აყენია HKS-ის PC Racing-ის უფრო სწორედ შკივი აქ ქვევით აყენია ეს HKS-დან გამოვწერეთ, როგორც მახსოვს. აყენია tuning-ოვი ასევე პომპა და სხვა გარედან, ესე ვთქვათ, მეტი ისეთი არაფერი არ არის. ჩემ მანქანაზეც დამავიწყდა და ამ მანქანაზეც მინდა თქვა და ხაზი გაუსვა, რომ კოლექტორები, გამშვებები ორივე ავტომობილზე, როგორც Toyota-ზე, ისე ამაზე არის ტატოს მიერ აწყობილი, ტატო ხუხაშვილი, Golf-ი ყველა მიცით, შეგიძლიათ მიმართოთ. რეკომენდაციას უწევ 10100%-ით. გადავინაცვლოთ გარედან დიდად ესე ვთქვათ, არაფერი არ არის ავტომობილზე შეცვლილი, როგორც მაქამდე ნოდო ასპარეზობდა, იგივე ვიზუალზე მყავს და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად მომეარა და არ ქონოდა ბევრი დეფექტები, მაგრამ რას ვიზავთ? ავტოსპორტია და ბევრი კონტაქტი გვაქვს ხოლმე და ასე თუ ისე მანქანა მაინც ზიანდება. რაც შეეხება უკანა ნაწილს, აქ ეს ჩვენ გადავაკეთეთ რადიატორი, ნოდოს სხვანაირად ქონდა მოთავსებული, დაახლოებით აი აქ ქონდა ნოდოს
რადიატორი დასაწყისს, სადაც ბენზინის ბაკი და ჩვენ გადმოვიტანეთ უკან ბენზინის ბაკი, რომ წონა ყოფილიყო უფრო მეტი. აი აქ არის ბენზინის ბაკი მოთავსებული, რომ წონა ყოფილიყო კიდე უფრო მეტი უკანა ნაწილში, რომ მოჭიდება ქონოდა უფრო მეტი. როგორც ნახეთ, მე მგონი, თქვენგან უმეტესობა ნახავდით ფასტზე ამანქანით შარშანა, რომ პირველი ადგილზე დავიყავ, ვასპარეზობდი, წინა თვალი ისეთი გრიდი ქონდა, ანუ მოჭიდება ავტომობილსა, წინა თვალს, წინა საბურავს დაახლოებით მუხლამდე წევდა, ესე ვთქვათ. და ძალიან შქარი იყო, ანუ ძალიან შქარი, ძალიან. ახლა კი გადავიდეთ შიგნით რა ხდება? დავიწყოთ წინიდან, ხო? ეს ტორპედოები როგორც ერთ მანქანაზე, ისე მეორე მანქანაზე გვაქვს ფიბერის, რომ იყოს ჩატე და კომფორტული. დაში ორივეზე გვაქვს ეკუმასტერის ღილაკები, ეგრეთ წოდებული რემოუთი, პულტი, მართვა ავტომობილის ყველაზე მეტი კითხვა რაზეც ისმევა. არის იგივენაირი როგორც GT-ზე, ეკუმასტერის, აქ ხელის მუხრუჭი არ არის ვაისოვის, არის სხვა ბრენდის, რომელიც არის ძალიან მაგარი. პრაქტიკიდან გამომდინარე, ეხლავე შემიძლია თქვა ჯერჯერობით, რაც ვიხმარე, ეს ბევრად უფრო კომფორტული და კაი სახმარია ვიდრე ვაისოვის. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჯერჯერობით იმანქანით არ მივლია. გადაცემათა კოლოფი აყენია X-Shift-ის, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. იქ მეორე ავტომობილზე, როგორც გითხარით, გვაქვს Samsung-ას გადაცემათა კოლოფი. სკამები ორივეზე სტანდარტულად FIA-ს ჰომოლოგაციით, რა თქმა უნდა, უბრალოდ იქ არის OMP, აქ არის Recaro. იმ მანქანაში OMP ამ მანქანის სკამები იყო გურამ და გადავაყენე იქით ნოდომ როცა ახლები შეცვალა. და რაც მთავარია, ხო, ცეცხლმაქრ სისტემა, როგორც GT86-ში, ასევე ამ ავტომობილშიც გვაქვს. ბატარეა, ეგრეთ წოდებული აკუმულატორი, აქაც და იქაც ზუსტად ერთ-ერთი ადგილას გვაქვს და აქით მეთანოლის ნასოსი გვაქვს. ნახე, ცოტა ქვევით ჩამოწიე, აი მეთანოლის ნასოსი გვაქვს. ბენზინის, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი, რამდენი პროცენტი გვაქვს ბაკში სპირტი შერეული და ეს ფილტრი. ეს ყველაფერი აქ დაილუქება, გაკეთდება ლამაზად. ეს ჩასასხმელი, რაც მე ბენზინის ბაკი გადმოვიტანე, იმის მერე აქ მიგდია და აი დღეს, აი ხვალ, აი ზეგ, აი გავაკეთებთ, აი უკვე მზად არის, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, ალბათ მის ფარგლებს გარისაც ესე ხდება, გადადებული საქმე ეშმაკისაა, ტყუილა არ იძახიან ხოლმე და ამიტომ არ უნდა გადადოთ არაფერი. სხვა რა შემიძლია დავამატო, მეთანოლის აუზი, როგორც იქ ზუსტად იგივენაირია აქაც. ეს ეგრეთ წოდებული რაშილი წელი, ანუ ესეც ბაკი ხო, რომელსაც წყალი ფართოვდება გადმოვაქვს მანდ. სახურავი ამაზეც რკინისაა, როგორც იმ ავტომობილზე, როგორც ამაზე გვაქვს ფიბერის, იმაზეც გვაქვს, უბრალოდ როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, გადადებული საქმე, ეშმაკის საქმეა თქო. ზუსტად ეგრე მოხდა. წინ და უკან რაც შეეხება დაკიდებას აყენია ფიალი, როგორც იქ, ვაისვაბია რა თქმა უნდა წინ და უკან ორივე ავტომობილზე. კიდე რა გვაქვს? ხო, კარდანი აქ გვაქვს მუსტანგის კარდანი 5-0-ის, იმ ავტომობილზე გვაქვს ჰამერის კარდანი. ესე რაღაცა მძლავრი და დიდი ავტომობილის კარდნებს ვარჩევთ ხოლმე, ესე ვთქვათ, რომ იყოს გამძლე. ხიდს რაც შეეხება, არ მახსოვს, იმ ავტომობილზე არ მithქვია, ხო, არა ხიდი მიყენია. იმ ავტომობილზე მიყენია Nissan-ის ხიდი მიყენია, იმ ავტომობილზე GT86-ზე და აქ აყენია BMW-ს ხიდი არის დატოვებული, ოღონდ S60-ის ხიდი აყენია რა. მე მგონი სულ ეს იყო ამ ავტომობილის განხილვა. მაქსიმალურად შევეცადე, რომ სიღრმისეულად განმეხილა. ამ მანქანის მომავალი გეგმები რაც არის ის, რომ ეხა ახალი ბოდი უნდა ჩამოვიდეს, წამოვანახოთ ხალხს ძალიან მაგარი რაღაცა, ჩამოსული არის უკვე dry sump-ი, იქით უნდა წავიდეთ. აი მოკლედ მეგობრებო, ბევრი როა გავხსნა და თავი არ მოგაბეზროთ, ეს არის ნასოსი. ეს არის წინა დაფა, რომელიც ძრავზე დგება, ხოლო ამაზია. ასეთივე ლამაზი ბილეტის კარტერი არის, ანუ აი აქ არის აღარ გავხსნი კარტერი. აქ რემენი, რომელიც მოყვა თავისი. ასევე აი აქ დგება რემენი ამ სამაგრზე, რომელიც აქ ამაზე დგება და ატრიალებს, მერე წნევა კონდეს, თავისივე ბოლტები,
თავისივე ფილტრები, ანუ ესე ვთქვათ, ყველაფერი რაც კი ჭირდება დასაყენებლად არის აქ. რეზერვუარსაც განახებთ. ასევე დაჟე შლანგებიც მოყვა, მილებიც კი მოყვა, რომელიც აი როგორ გვაშა დაპრესილია, უკვე გამზადებულია, ანუ ზომაზე მორგებულია, ესე ვთქვათ, რომელსაც შენით უკვე კეთება აღარ გჭირდება და ხო, დააყენე წავიდა რა. და ეს არის რეზერვუარი, სადაც უნდა მოთავსდეს ძრავის ზეთი, წარმოიდგინე 15 ლიტრზე მეტი იქნება ალბათ ძრავის ზეთი. ამის ხშირად შეცვლა რა თქმა უნდა შევცვალოთ ხშირად ყოველივე რაუნდის მერე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რთული იქნება ფინანსებთან დაკავშირებით და იმედი მაქვს მალე გამოჩნდება ისეთი კომპანია, რომელიც დაგვიდგება მაქსიმალურად გვერდში, ჯერჯერობით მხოლოდ King of Drift-ის ჩემპიონატზე მყავს სპონსორები, მხოლოდ მე ამ ხელა დიდი უზარმაზარი გუნდიდან და ჯგუფიდან და თიმიდან და რაც ვარ ყველაფრიდან ესე ვთქვათ, რეინოლი მიდგას გვერდში ძალიან დიდი მადლობა მინდა აქედანვე გადავუხადო მათ და ასევე რომ პეტროლი ჩემი უღალატო გვერდში მდგომი სპონსორი, რომელიც რაც დრივჩი მოვედი 2021 წლიდან, მის მერე ჩემს გვერდით არის და წელს მე და რომ პეტროლი ჯგუფი ერთად შევეცდებით, რომ დავიპყროთ King of Drift-ის ჩემპიონატი და დავამარცხოთ იქ ბევრი მონსტრი თუ მოყვარული მრბოლელი, ესე ვთქვათ რა. ეხლა ერთი ორი სიტყვით აქაც გადავინასოთ უცბად, რადგან მითხარი შენ რომ დააკელიო წინაზეო ხალხსო რაღაცეებიო, აი და შევახედოთ ეხლა დღეს კადრებს ნახავთ, ავტომობილით ვიარეთ, ვივარჯიშეთ, რაღაცები გავტესტეთ. კიდე არ მომწონს რაღაცეები და ბევრი ტექნიკური დეტალი მინდა რომ შევცვალო ავტომობილში. როგორც გითხარით, ძრავით იცვლება. მართლა ვიგებთ, მაგარია, გილოცავთ ფეხბურთს ვიგებთ. ეხლა ფეხბურთი არის პარალელურად, როცა ჩვენ წერთ ამ ვიდეოს. ხო და რას ვამბობდი, მოკლედ ამანქანი დღეს ვივარჯიშეთ, კიდე ბევრი ტექნიკური დეტალი გვაქვს შესაძლებელი. ეხლა დავშალეთ, იმიტომ რომ უნდა შევცვალოთ ძრავი და გავალამაზოთ კოსმეტიკურად. აი ნახე, აი ეს დეტალები, აი ეს ტექნიკური დეტალები, რომელიც მერე ჩამატდა მაგალითად. აი ეს ნახე, როგორ გავაკეთეთ, ეხლა ლამაზად ესეც ატესტოდ გავაკეთეთ, კარგად დავამაგრეთ. ესეთი უნდა გავაკეთოთ, აქით მხარეს, რომ ეს თლიანად დაიმალოს და მხოლოდ თავი გამოუჩნდება მანდ. და აი ესეთი ელემენტარული წვრილმანები დაგვრჩა, რომელსაც გავმართავთ, ძრავს შევცვლით და ეს მანქანა იქნება გიჟივით ხოძზე. ისედაც არის, ხო? რა თქმა უნდა, ისედაც არის, მაგრამ უფრო გიჟივით ხოძზე იქნება. სადღაც დავკარგე ტელეფონი და ყურში მირეკავს, მოიცა გავაჩუმო, როგორც ხდება ხოლმე, გადაღების შუაში გვაწუხებს ტელეფონი. მოკლედ, რა მოხდა დღეს ჩვენს თავს? დღეს დაახლოებით 10 ცალი, ანუ 5 წყვილი საბურავი დავწვით. ვიარით ძალიან ბევრი, დაახლოებით 20 გარბენი ვიარით, რომ მანქანა გაგვეტესტა, რაღაცები გვენახა, მაგრამ მაინც არ მომწონს ბევრი დეტალი შევცვალეთ, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ბევრი დეტალი. რაც არის მთავარი მოხვევაში, ესე ვთქვათ, ვასწორებთ მოხვევას. რა თქმა უნდა, მუშაობთ ამ ყველაფერს ნახავთ, მეტი რაღა უნდა მოუხვიოსო, შევა ბევრმა თქვათ, მაგრამ უფრო კარგი მინდა რომ იყოს. რაც შეეხება წინაზე გურამა დააგასპოილერათ, რომ რა ფრად შეიძლება ავტომობილი შეიღებოს. ჯერჯერობით მართლა არ მაქვს გადაწყვეტილი, მართლა არ მინდა რომ ეგრე მოხდეს, რომ ამ ავტომობილს შეღება მოუწიოს. ვფიქრობ, რომ მართლა ლამაზად გამოიყურება და ნახავთ ამ თქვენს კადრებში ამანქანის სიარულს. არ ვიცი, როგორ ვთქვა. გენდოთ, ამოირჩევთ თქვენ რა ფერი იყოს ავტომობილი თუ გადავწყვიტოთ ჩემით. მე მინდა რომ დავტოვო ესე გალამაზებული, გადაკრული, მაგრამ ჩემი გუნდის ხელმძღვანელს თორნიკეს არ უნდა რომ ესე იყოს მაკდონალდის მანქანაა ვიძახეს და არ ვიცი. მანქანაო მაგდონალდის ფერებშიაო, ჩაო, შენ რა სიტყვე? ჩაო გაიცანი, ჩაოს ბევრი იცნობს, მაგრამ ვინც არ იცნობს, გაიცნო, ჩაო, ჩვენი ტექნიკური მისტერ ჩაო, ის ჩვენი მისტერ ზუკიტო არის, ზუკიტოსაც ასე თუ ისე ნაკლები ხალხი იცნობს და ისიც ჩვენი ფრინველი პინო მოვიდა. აი დიზაინი შეგვიდა რა. საჭმელი მოიტანე.
მიესალმეთ კამერას. მე რა ხელა? ისინი ჩამოვიდნენ თიდან. თიდან ჩამოვიდა. აი ესეთი ფერი არის, ეს არის ახლა ახალი კრილოები ოღონდ პირველი სერიისა და ესეთი ფერია ახლა ავტომობილი შეგნიდან. და თუ ამ ფირს ავაძრობ, ავტომატურად მომიწევს რომ შეიღებოს და აიფინთოს მანქანა და დროში ძალიან მეზარება ესე ვთქვათ. და არ მინდა რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა მომიწიოს ესე ვთქვათ და იმედი მაქვს გამოჩნდებიან სპონსორები და ამ კონკრეტულ დეტალებზე თვითონ იზრუნებენ და მე აღარ მაფიქრებენ ძალიან ბევრს რა. ეს არის როგორც გითხარით სეკვენტალური კოლოფი, Samsung-ს სეკვენტალური კოლოფი, რომელიც დგას პირველ სერიაზე. ხო, X-Shift-ი არის, რომელიც დგას პირველ სერიაზე, Samsung-ს სეკვენტალური დგას იმაზე, რა ქვია, GT86-ზე, სულ მერე ვახომ ერთმანეთში. მეგობრებო, რადგან ძალიან გვშია, შეხა დაგემშვიდობებით, დღეისთვის უკვე ესე მგონია, რომ საკმარისი იყო ამ ყველაფრის განხილვა, პირველ სერიაზე თუ რამე დაგაკლდებათ, დაგვიკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ზარის ღილაკი გააქტიურეთ თქო, რო გითხრათ, ზარის ღილაკს მეც არ ვააქტიურებ ხოლმე, ის არხებს რო ვიცერთ. გამოიწერეთ, მოიწონეთ ვიდეო, დაწერეთ ბევრი კომენტარები და გადააზიარეთ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიდეო, რომ ყველამ ნახოს. და სულ მალე შემდეგი ვიდეო, რომელსაც იხილავთ, უკვე იქნება ის დაპირებული კონტენტი, ესე ვთქვა და შეთავაზებული, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არავის არ აქვს. და იმედი მაქვს მოგეწონებათ და იხალისებთ, ცოტა სიცილების იქნება, გადაობას იქნება და რჩევები იქნება, რაც თავარია თქვენს მიმართ. აბა დროებით გამოიწერეთ ჩემი არხი, დარჩით ჩემთან ერთად და წარმატებები მიგულშემატკივრეთ და ერთად მოვიგებთ ბევრ შეჯიბრებს და ერთად გადავლახავთ ბევრ თემს. მომიცე ჩაო, იცი რა, ნახე სხვა რაღაც გეუბნები, ნახე შეკენ გავხო. ავთველი მაჩიკი, ბიჭო, ნუ გამომაყენე, თქვენი ბიჭო, დინამოში კი მომახსენე, ავთველი მაჩიკი გამომახსენე. რა დინამოში კი მომახსენე, ბიჭო, ხო არა? არასდროს